სალომე ზურაბიშვილი დღეს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მეხუთე პრეზიდენტი უკვე პოლონეთშია და ცოტა ხანში სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე. სახელწოდებით ევროკავშირი გაფართოების მომდევნო ნაბიჯი. სალომე ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ გამოვიდა, უფრო სწორად აქ მონაწილეების მთავარი მომხსენებლის რანგში მიმართა ზურაბიშვილმა. დისკუსიაში კი ასევე მონაწილეობენ საფრანგეთის მინისტრი, ევროპის საკითხებში მოლდოვის ყოფილი პრემიერი ნატალია გავრილიცა, მონტენეგროს ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრი, უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა, უკრაინისა და ლიეტუვის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება ასევე ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის სახელით იმართება. ხვალ მეხუთე პრეზიდენტი კიდევ ორ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის, საფრანგეთის და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. NATO, which has designed a new strategy for the Black Sea security. NATO-მ შეიმუშავა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, ევროკავშირმაც ანალოგიურად. სწორედ ამიტომაცაა, რომ მოსკოვს მიზანში ყავს ის ქვეყნები, რომლებიც კრიტიკულია ამ სტრატეგიების, თანამშრომლობის, კავშირებადობისა და უსაფრთხოებისთვის. საქართველო, რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა. თუმცა რეალურად ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ შავი ზღვის მიმართ ევროპული ან ნატოს სტრატეგიის კონტურებს. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებმაც მომავალში შავი ზღვა კავკასიასა და ცენტრალურ აზიას უნდა დააკავშიროს, მთლიანად რეალურ სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ჩვენ ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის, მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ რუსეთი სულ უფრო მრავალფეროვან იარაღს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას, რომელიც უკრაინაში წაგებულად დარჩა, არამედ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, არჩევნების манипуляციას და სხვა ინსტრუმენტებს. ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება. ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს არა მხოლოდ ეკონომიკური ინტეგრაცია, არამედ მტკიცე თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკა. ამასთან ერთად ევროკავშირს სჭირდება ახალი რბილი ძალის პოლიტიკა. მხოლოდ სადამკვირვებლო მისია საკმარისი არ არის, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების манипуლირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება. დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელს შესაძლებლობებს. საქართველოს ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი манипуляციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ. მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველოს უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულ ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით. ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა. ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია, რომ მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე ჩვენთან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. და ეს თუ იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა საკუთარი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით, რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის.